მომხდართან დაკავშირებით თეთრ სახლში საუბრობენ იმაზე, რომ მაიკ უოლცი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს და დატოვოს თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკომ გაავრცელა ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ უოლცის მომავალი არის ეჭქვეშ და სწორედ იმიტომ, რომ საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა პოლიტიკოს წყაროთა ცნობით თეთრი სახლის მაღალჩინოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაიკ უოლცმა თანამდებობა თავად უნდა დატოვოს. ახლა საბოლოო გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს უახლოეს მომავალში და როგორც პოლიტიკო წერს, დონალდ ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება ვრცელდებოდა მომხდართან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაავრცელა პოსტი ამასთან დაკავშირებით. მან გაუცებით დაწერა, რომ ეს ნამდვილად ხუმრობაო და ამავდროულად გამოაქვეყნა სწორედ ის სათაური, რომელიც ჯეფრი გოლდბერგის სტატიას უძღოდა წინ. ასევე დელავერის სენატორი ქრის κουინსი ავრცელებს პლატფორმა X-ზე განცხადებას. ის ამბობს, რომ ჯეფრი გოლდბერგის სტატია მყისიერ გამოძიებას და ასევე საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს. მისი თქმით, თუ ტრამპის მრჩეველებმა გამოიყენეს არასამთავრობო სისტემები იმისთვის, რომ ესაუბრათ ომთან დაკავშირებით გეგმებზე, ეს არის საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების სტანდარტების შოკის მომგვრელი დარღვევა, რამაც შეიძლება ამერიკელი სამხედროები საფრთხეში ჩააგდოს და ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ ამ ფაქტზე უნდა შედგეს საზედამხედველო მოსმენა და პასუხისმგებლობა აიღონ პირებმა, რომლებიც ამ საკითხში იყვნენ ჩართულები და დღეს ასევე ისაუბრა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ამ თემაზე და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტერ ჰექსეთმა და შეგვიძლია რომ მოვისმინოთ მათი კომენტარები. მე გავაფრთხილე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და შემდეგ პიტ ჰეგსეტი, ტულსი გაბარდი და კიდევ სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის სტეფან მილერი, რომელმაც არაერთი კითხვა დამისვა ამ საკითხთან დაკავშირებით. გამიკვირდებოდა ამის შესახებ ვინმეს, რომ მაშინვე პრეზიდენტისთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დრამატული მასშტაბის მქონე დარღვევა გქონდა. ვფიქრობ, მომდევნო დღეებში ვიხილავთ უფრო მეც იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება ექნება თეთრ სახლს. იმ ჩატში აღარ ვარ და არ მაქვს ინფორმაცია რა ხდება ახლა იქ. თუმცა იემენის ოპერაციას დასაწყისიდან ბოლომდე თვალს ვადევნებდი და მივხვდი, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემა იყო. თქვენ საუბრობთ მატყუარა და სახელგატეხილ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტზე, რომელმაც კარიერა დეზინფორმაციის გავრცელებით აიწყო. მაგალითად, ის სულ გაიძახის რუსეთი. ეს არის კაცი, რომელიც ნაგავში იქექება. აი სწორედ ამას აკეთებს. არავინ წერდა ომის გეგმების შესახებ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მადლობა. გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა 13 მარტს მიიღო მოულოდნელად დახურულ ჩატში მოწვევა მაიკ უოლცისგან და ამ ჩატში თავშეყრილი მაღალჩინოსნები განიხილავდნენ დაგეგმილ თავდასხმებს ჰუსიტების წინააღმდეგ. მიმოწერაში, რომელშიც გოლდბერგის შემთხვევით აღმოჩნდა მონაწილეობდა 18 პირი, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეთი, საგანგებო წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი და ასევე თავად მაიკ უოლცი.